შენ ამას რო შეჭამო, თავისუფალი გახდებიო. ნახე სიტყვა თავისუფლება ოროტმა გამოიყენა 64-ში, თავისუფალი გახდებიო და თავისუფლების მიღმით ასთუნა რა ევა უკვე არა თავისუფალნი, არამედ სოდვის მონები გახადა ადამი და ევა. შემდგომ უკვე ევას მეშვეობით ადამი. სოდვის მონები გახდნენ და არა თავისუფალნი. იყო თავისუფალი ნიშნავს ღმერთი ცნობდე, ცნობდე უფალს და უფლისით მიდიოდე. იყო თავისუფალი ნიშნავს შენი ცხოვრებით, იყო უფლის მონა. აი ესა ნამდვილი თავისუფლება. მაგრამ ის თავისუფლება, რასაც ვით თავაზობენ საზოგადოებას, ეს არის სოდვის მონობა და არა თავისუფლება. ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი, ან სოდვის მონობა და ეშმაკის მონობა, ან უფლის მონობა. სხვა არჩევანი ადამიანის მოდგმას არ აქვს. ისტორიულად მიდის ბრძოლა. ადამიანებთან მოყოლებული. მერე ძველი ეკლესიის წინააღმდეგ ქრისტე მოვიდა ჯვარზე იქნა გაკრული. მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ბოროტის და ბუნებრივია. ეკლესიას აქვს უამრავი დევნები. თუნდაც ბოლო დევნა, აი მე გავესე მე-20 საუკუნის დევნა. როდესაც 20-იან წლებში საქართველოში მოვიდნენ ბოლშევიკები, ყველა რევოლუციონერს, ბოლშევიკ რევოლუციონერს გულის სიღრმეში წამდა, მე ვამბობ რევოლუციონერს, მე 60-იანი წლების მერე მოსულ კომუნისტებს არ გულისხმობ. რევოლუციონერებს წამდათ, რომ ისინი იბრძოდნენ ძმობისთვის, ერთობისთვის და თავისუფლებისთვის. რომ ისინი იბრძოდნენ ჩაგვრელთა კლასის წინააღმდეგ, ჩაგულების დასაცავად. რომ ისინი იბრძოდნენ სოციალური თანასწორობისათვის და სამართლიანობისათვის. ყველას მათ წამდა ეს. შეუძლებელი ესენი არ წამდეს და რამდენჯერმე თელი ცხოვრება გაატაროთ ციხეში და დევნილობაში და არ წამდეს და იდეა არ ქონდეს. მათ ჰქონდათ იდეა. მაგრამ იყო თუ არა ეს იდეა სწორი და მივიდა თუ არა ეს იდეა საბოლოოდ აღმოჩნდა თუ არა ეს იდეა იყო თუ არა ჭეშმარიტება, რა თქმა უნდა არა, რატომ? იმიტომ რომ ეს იყო ღვთის გარეშე, ღვთის წინააღმდეგ. რაც არის ღვთის გარეშე, ადრესო გვიან ღვთის წინააღმდეგ მიდის ის მერე. და სწორედ როგორც კი ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში, დაიწყეს ეკლესიის დევნა. რადგან ეკლესია არ იცვლება. ღმერთი მუდამ ერთი და იგივეა. ეკლესია, ანუ როგორც ღვთისმიერ დაარსებული ინსტიტუტი არ იცვლება, მუდმივად ერთსა და იგივეს ასწავლებს. რაც მიუღებელი ეკლესიისთვის, ისა მიუღებელი ღვთისთვის და სწორედ აქედან უნდა იყოს ათვლა ადამიანებისა. ხომ არ გვეშლება თუნდაც თითოეული ჩვენთაგანი რაღაცას რომ ვაკეთებ ეკლესიისთვის, ეკლესიის გადასახედიდან მარი თუ არა მოსაწონი ეს ქმედება. თუ კი მივხვდები რომ არ არის მოსაწონი, მაგრამ შენ გინდა რომ გააკეთო მაინც და სურვილი გამისა, მაშინ უნდა მივხვდე რომ წდები. რადგან ეტალონი ჩვენი ქმედებისა, ანუ ხაზონი ჩვენი ქმედებისა არის ეკლესია და ეკლესიური სწავლება. მე-20 საუკუნეში ათეისტი ღომი გამოუცხადს ეკლესიას, უამრავი ადამიანი დაიღუპა. მოგეხსენებათ. დახოცეს არა მარტო სასულიერო პირები, ერის ხალხი, ვინც მორწმუნენი იყვნენ. 21 საუკუნის მიზნაზე უკვე კვლავ იგივე ძალა, რომლის სათავე არის ერთი და იგივე ყოველთვის, არის ეშმაკი. უკვე სხვა ფორმით ცდილობს შეებრძოლოს ეკლესიას. ეს არის დემოკრატიის მიღაბი, ეს არის თავისუფლების მიღაბი, თავისუფლების სიტყვა მაშინაც ჰქონდათ რევოლუციონერებს 20-იან მე-20 საუკუნის დასაწყისში, დემოკრატიის მიღაბით და ეგრეთ წოდებული ადამიანის უფლებათა დაცვის მიღბით. აი სწორედ ამ ფორმულირებებით ცდილობენ შეებრძოლონ ეკლესიის სწავლებას. მაგრამ ესეც რა თქმა უნდა იქნება როგორც დანარჩენი იქნება არის განწერული დამარცხებისთვის. ამასთან ერთად ვიდა აღნიშნო რომ ჩემი აზრით მოვახსენოთ რომ ეკლესიას გასულ უწევს ბრძოლა ორ ფრონტზე. ერთი გარე მტერის წინააღმდეგ რომ დაიცვას თავი გარე მტრისაგან, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება რომ ეს ძალები ბოლოს აი ხელმოწერები გაკეთდა 10 თუ 12000 ხელმოწერები რომ სასულიერო პირების ბიოგრაფიები გამოქვეყნესო. ხო? ბევრი ცნობადი სახეების მონაწილეობის, რა თქმა უნდა, არ მინდა სახელდაგვარ დავასახელო მათი.
მე ვეთანხმები მათ, მაგრამ ამას ერთად მინდა პატარა შენიშნო, ეს არ არის მათი გასაკეთებელი, რადგან ისინი ეკლესიის შვილები არ არიან. ეს უნდა დააკეთოს თვითონ შიგნით ეკლესია. სასულიერო პირების ბიოგრაფია, მაგრამ კაცთან განსაზღვრული საეკლესიო სამართლის მიერ. უნდა იქნეს ეს გარკვეული და მე ღმართ ვარ დარწმუნებული, ადრე თუ გვიან ეს პროცესი დაიწყება. და უკვე ამ გარე ძალას აღარ ექნება სტათქმელი, რომ აი რომელიმე სასულიერო პირის ქმედების გამო, ბიოგრაფიის გამო, მისი განათლების ნაკლებობის გამო თუ სულიერი თუ თეოლოგიური განათლების ნაკლებობის გამო და სხვა და სხვა, ისინი ამას ვეღარ გამოიყენებენ ეკლესიის წინააღმდეგ. და უკვე ორ პუნქტზე აღარ მოგვიწევს თავის დაცვა. გაგახაროთ, გაგაზიაროთ მაღალ ღმერთმა ხნას, რომ ჩვენიერი როგორც სამარიტელი დედაკაცი მოექცა და უცებ იწამა მაცხოვარი და შემდგომ მთელი სამარია დედაკაცის მეშვეობით ხდებიან მაცხოვრის დიდი რაოდენობით მიმდევრები. სახარება სწორედ ამას გვეუბნება დღევანდელი ზახითული სახარება. 2 დღეს კი დარჩება მაცხოვარის ამ სამარიაში და შემდგომ უკვე უამრავ მიმდევრები ხდებიან სამარიტელები მაცხოვრისა ამ დღიდან. ასევე ჩვენიერი გაზიარებული იყოს. შევევედროთ ყველა ერთად, რა თქმა უნდა, ყოვლადღე სამებას მაცხოვარ ჩვენსა იესო ქრისტეს, ყოვლადღე ღვთისმშობელს, რომელიც იხლები ქვეყანა ჩვენა ვართ. წმინდა ნიკოლოზს, რომელზედაც ჩვენი ეკლესია, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია შევედრებული, წმინდა გიორგის, რომელზედაც ჩვენიერია შევედრებული, წმინდა ნინოს, რომლის სანებას გუშინ იყო ყველას გილოცავთ, გუშინდელ დღეს მინდობას გილოცავთ, პირველში ვინც ამ სახელს ატარებდა, შემდგომ ყველა მართლმადიდებლ ქრისტიანს. წმინდა ნინოს შევედროთ, რომელიც არის ჩვენი განმანათლებელი და ყველა ზეციურ ძალებს, ზეციურ წმინდანებს, რათა შეგვეციოს ყველა ჩვენთაგანს. უპირველეს ყოვლისა სულიერ ბრძოლაში, უპირველეს ყოვლისა ჩვენ თავში არსებულ, ჩვენს გულში, სულში არსებულ მანკიერებასთან ბრძოლაში და შემდგომ, ამის შემდგომ ყველა იმ ორგანიზებული ეკლესიური თვალსაზრისით დანაშაულებრივი გაერთიანებების წინააღმდეგ ბრძოლაში. უფრო ზუსტად რო ვთქვა, ჩვენ არავის არ ვებრძვით. ჩვენ ვებრძვით მხოლოდ სოდვას, ეკლესიის გულისხმობ, რა თქმა უნდა. მხოლოდ სოდვას ებრძვის ეკლესია და ამ სოდვასთან ბრძოლაში ყოფილიყავით ძლიერნი და კიდევ უფრო მეტად ძლიერნი. სულიერად და რა თქმა უნდა ცოდნით. გაგახაროთ და გაგაზიაროთ მაღალმა ღმერთმა. ხნედ იყავდა გაზიარება. დაგლოცოთ უფალმა.